მეხუთე, მეექვსე, 6 პუნქტია. პირველი პუნქტი, ესე იგი მინიმიზაცია ახალი ტოქსინების ზემოქმედების, exposure, გავლენის, რა. ეს შეიძლება ითქვას მთავარი აზრია ამ წიგნის. უმეტესობას დასრული მოსახლეობის მსოფლიოსი უმეტესობისთვის დასრული მოსახლეობის მსოფლიოსი პათოგენები და ტოქსინები მომდინარეობს პირის ღრუს და დენტალური ინფექციებიდან, რომლებიც იწვევენ ძალიან ბევრ ქრონიკულ დეგენერაციულ დაავადებას. გარდა ამისა, ისინი აუარესებენ ქრონიკულ დეგენერაციულ დაავადებებს სხეულის მასშტაბით გაზრდილი ანთების შენარჩუნებით და მზარდი ოქსიდაციური სტრესით. იგივეა. ერთი და იგივეა. სხვა მნიშვნელოვანი წყაროები ახალი ტოქსინების არის შეუსაბამო დანამატები, როგორიც არის კალციუმი, რკინა და სპილენძი. იდენტიფიცირებული და აცილებადი, თავიდან აცილებადი გარემო ტოქსინები, როგორც არის ჰაერი, საკვები, წყალი, ტოქსიკურად მქონე. ახალი ტოქსინები ძალიან ბევრ დასრულში აგრეთვე წარმოიქმნება ქრონიკულად ცუდი მონელების სისტემიდან. ქრონიკული გაფუჭებული საკვები, რომელიც განიცდის გაფუჭების პროცესს, ხო, ან მონელებითი სისტემაში. And gut derived. და ნაწლავებიდან შემდეგ უკვე ავრცელებს პათოგენებს და ტოქსინებს. ანუ არა რეგულარული ესე რომ ვთქვათ კუჭის მოქმედება, ხო? Poor digestion. ანუ ცუდი გადამუშავების ცუდი მონელების სისტემა. ახალი ტოქსინების გავლენა, ანუ რა ვთქვით, exposure-ი არის ხო, რა ზეგავლენა, ხო? ახალი ტოქსინების ზეგავლენა აგრეთვე შეიძლება გამოწვეული იყოს შედარებით არააქტიური ტოქსინებით, ადრინდელი ზემოქმედებისგან მობილიზებული and new toxins exposure can also result when relatively inactive toxins from early exposure are mobilized from storage site in the course of intentional or inadvertent detoxification measures. Wow. განზრახ ან უნებლიეთ ადრინდელი ზემოქმედებისგან, ანუ ადრინდელი ზემოქმედებისგან დაგროვილი ტოქსინები, რომელიც არის შენახული, ხო, სხვადასხვა ადგილებში და მერე თუ ჩვენ ნებით არ უნებლიეთ ვასრულებთ დეტოქსიკაციის პროცესებს, შეიძლება მაგან განდევნოს ტოქსინები მთელ სხეულში, ხო? და ესეც იყოს ერთ-ერთი ახალი ტოქსიკაციის წყარო. ახალი ტოქსინები აგრეთვე ვითარდება, როცა ონკოლოგიის პათოგენები
არის განადგურებული, ანუ როცა მიმდინარეობს ქიმიოთერაპია, ხო? მიმდინარეობს და ქიმიოთერაპიის დროს ტოქსიკაცია ვითარდება, იმიტომ რომ ანუ რას გულისხმობს, როცა დეტოქსიკაცია მიმდინარეობს, ნებისმიერ სახის დეტოქსიკაციის დროს ტოქსინების განდევნა ხდება ორგანიზმიდან და ორგანიზმი ტოქსიცირდება ამა თუ იმ დოზით. ამაზე საუბრობს. ეხლა შემდეგი არის